ამაჯობათ გურძანდებით ამაჯობათ ურახა ხუთა დახმარება მომიხსნეს სახლიდან დაინიშნა დახმარება რომ მოვიდა ქულები მოგანიჭეს თუ საათი რაგო არც დამილაპარაკა აი ბიჯექი ქრეცლოზე გაიგეს მოვიდეს მოხსნეს არც შემოვიდა ნორმალურად აქედან აი ესე გაიარა ვინ არიან ეს ხალხი ხალი ჩამოდის იმინა ჩვენ ვაჭრევთ ჩემთან იყო ნუ რა გარდაიცვალა ახლა მოდის გარდაიცვალა ამათ ყოფი ქალთა შვილის ძაბე როგორია ადამიანს ქვია ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ხო 2 წელიწადია ქალბატონი ითხოვს ელემენტარულს უბრალოდ პასუხისგისად ჩართვალოს ჯანდაცვის სამინისტრომ რატომ მოუხსნეს მას სოციალური დახმარება 100 ლარის ოდენობით მოვიდა სოციალური აგენტი და უბრალოდ ბოდიში მოუხადა რომ გაუგებრობა მოხდა და გაუგებრობას მიაწერეს 2 წლის განმავლობაში ქალბატონის აი ეს მძიმე მდგომარეობა ჯანდაცვის მინისტრი და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ბატონი სერგენკო ერთხელ მაინც ხო შეიძლება დაინტერესდეს მსგავსი მოქალაქის ბედით აი თვე არ გავა რო არ მივიდი რამდენიმე ათეულ ოჯახში მე არ მახსოვს ბატონი სერგენკოს პირადი გამოხმაურება აღნიშნულ საკითხად დაკავშირებით აი ამ ქალბატონი იზაბელას არც ჯანდაცვის მდგომარეობა სახარბიელო რბილად რო ვთქვათ და მით უფრო სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმე და თუ არა ასეთი მოქალაქეების ბედი მე მართლა არ მესმის რაზე უნდა ღელავდეს ბატონი სერგეინკო ეს სურათი ალბათ გულგილს ვერ დატოვებს საღადმაზრდონი ადამიანს ხელისუფლებას არ გულისხმობს ამ შემთხვევაში რასაკვირველია ამ ქალბატონის ესე ბედის ანაბარა დატოვება ალბათ არის დანაშაულის ტოლფასი იმიტომ რომ აქ ცხოვრება შეუძლებელია და სამწუხაროდ ასეთი ჩუღურეთში არის მრავლად. ჩვენ თითქმის ყოველ დღე მოგდის შეტყობინება ჩუღურეთის ორგანიზაციაში და ვცდილობთ მაქსიმალურად გავაშუქოთ და დავეხმაროთ ამ მოვდგეთ გვერდში. სხვადასხვა აქ უნდა დადიოდნენ მოქმედი დეპუტატები, საკრებულოსი და პარლამენტის და გვიწევს ჩვენ სიარული, ჩვენ ეს არ გვეზარება, ეს ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ მოუწოდებ მათ პირველ რიგში რომ მოვიდნენ და თავისი საქმე შეასრულონ. ძალიან მდგომარეობდა. პატარა გოგო მყავს. აბა ეს 180 ლარით როგორ უნდა ვიცხოვრო? როგორ? აი მისივდება ძამალი არა მაქვს რომ ვიყიდო 10 ლარი ხერს რანაირად ვიყიდო მერიაში დაწერილი მქონდა განცხადება მოვიდა ისა განვერტი რომ იანვრის შეძეს გავნიხილათ ვინ რა ვინ მე იმედი მაქვს